პროტესტი ქუჩაში თავის ტკივილი რეჟიმისთვის ჩვენი სტუმარია ვიქტორ ყიფიანი ჯეოქეისის თავმჯდომარე მასთან ერთად არა მარტო შიდა პოლიტიკას განვიხილავთ მოგესალმებით ბატონო ვიქტორ მადლობა გადაცემაში სტუდიაში სტუმრობისთვის და პირველი კითხვა მინდა დაგისვათ ასე ეს სერიოზული თავის ტკივილია თუ არა რეჟიმისთვის თქვენი გადმოსახედიდან თქვენ გისმენთ ხოლმე და ამბობთ რომ ამ ქვეყანამ სახელმწიფოს ყველა ნიშანი დაკარგა უკვე მაგრამ ეს არის ავტოკრატია რომელსაც მართავს ერთი კაცი აი იმ კაცამდე საფრთხე რამდენად მისულია და რამდენად აღიქვამს ის ამას საფრთხე თქვენი აზრით სოფო მე დანამდვილებით ვერ გეტყვით ის კაცი ვინც თქვენ მხედველობაში გყავთ როგორ აღიქვამს დღეს რეალობას მე უფრო მეტიც მე წარმოდგენა მრჩება რომ არის ესეთი გამონათქვამი ცუდი ამბის მიმტანიც აღარ დარჩაო აი ამ შემადგენლობას რომელიც მე რომელსაც ჩვენ ვუყურებთ მის ირგვლივ ეს შემადგენლობა იმდენად მიესადა გაგარგულ სტანდარტს და იმდენად ერთგვაროვანი გახდა როგორც აზროვნების სტილით ასევე მოქმედების ფორმულათი რომ მეჭვება რომ რომელიმე მათგანს ჰქონდეს იმის სურვილი, მოდით ახლა ნუ დავაკნინებთ მათი გამბედაობის უნარს სურვილი რომ გამორჩეული იყოს ამგვარად გუნდიდან და ამ რეალობაზე მიაქცევინოს ყურადღება. ერთი სიტყვით ასეთი წარმოდგენა მრჩება, ხა რაც შეეხება ზოგადად ამ სისტემის მზაობას. თქვენ აი მე დავიწყე ჩვენ შეკითხვა მე მრჩება შტაბეშტილება და ეს არაერთის მithქვამს რომ ამ სისტემის მესვეურებმა თავიანთი გადაწყვეტილება მიიღეს რომ ჩაიკეტონ ისე როგორც იკეტებიან და ამ ჩაკეტვის სანაცვლოდ რაც არის გარკვეული მიმართულებების მისამართით ეძებონ ალტერნატივები. საინტერესოა ეს ალტერნატივები. ამბენად ჩემი აზრით ის თქვა წარმატებულია თუ არა. ის რეცეპტები რასაც ჩვენ ტრადიციულად ვეძებთ. აი თქვა სასანქციო პოლიტიკა და ასე შემდეგ, სადაც დასავლეთი როგორც ხედავთ, აქაც ძალიან შეზღუდული არის. ევროკავშირის შეზღუდული არის, ევროკავშირის არჩეული ინფარგლების მიღმა გასვლა, რაც მას დაწესებული აქვს შიდა კონსენსუალური მოქმედება. შეერთებულ შტატებს შეუძლია. ეს მეორე გამოსავალი არის და შეერთებული შტატები, რომელიც მეტად უცნაურ ვითარებაში არის დღეს. ამდენად უცხოურ დიპლომატებთან საუბრისას მე ხშირად ასე ტერმინს ვიყენებ catch-22 ანუ ისეთი ვითარება, სადაც აი შექმნილი მოცემულობიდან არსაიდან ვთქვათ იდეალური გადაწყვეტილება არ არსებობს. ისინი იძულებული არიან იმოქმედონ იმ პროტოკოლით, რა პროტოკოლითაც ვალდებული არიან იმოქმედონ, მაგრამ ქართული ოცნება, რომელსაც მე ხშირად ნაერთს ვეძახი გარკვეული გავლენების და ეს არ არის მხოლოდ ერთპარტიული მმართველობაც. ხშირად მithქვან ჩვენ რომ ერთპარტიული მმართველობა რო გქონდეს, ამ შემთხვევაში ჩვენ ბედს კიდევ ძაღლი არ დაღებთ, იმიტომ რომ ერთპარტიული არა, ერთი კაცის არ არის, ყველა შენაერთი ერთ კაცთან არ დუღაბდება. აი მე სხვაგვარად ვარ ვითარ, ესე იგი პარტიასაც გარკვეული შიდა დისციპლინა აქვს, სუბორდინაცია, შიდა პარტიული დემოკრატია, რამდენად ახლა ეს სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ეს არის ნაერთი სხვადასხვა გავლენების, სადაც ერთად იღრის თავს როგორც ნაწილობრივ პარტიული, ეს უფრო პარტიულ ლიდერშიპს ეხება, ბიზნესი, კრიმინალი და ასევე სხვა ინტერესები, რომელთა შესახებ ალბათ ჩვენ გასიგრძე განებული კიდევ წარმოდგენა არ გვაქვს ბოლომდე, ანუ შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ, მაგრამ ზუსტასწრებამდე ვერ მივიდეთ. ეს ინტერესები უკავშირდება იმას, რომ რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არ არის მხოლოდ ქართული кейსი, ქართული შემთხვევა. ეს ჯდება დიდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ეს გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ ეს არის. ვის სასარგებლოდ ჯდება გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ბატონო? უკრაინაში მიმდინარე ომით დაწყებული და სამხრეთ კავკასიის რა თქმა უნდა. ზონასწორობით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ვის სასარგებლოდ ჯდება ეს მე ამიტომ კითხვა ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის ის თამაში რა თამაშითაც დღეს ივანიშვილი თამაშობს ცალსახად ჯდება კრემლის ინტერესში ეს მოდის თუ არა პირდაპირ კრემლიდან როგორც პოლიტიკა თუ ადგილზე ეხამება ამ პოლიტიკას ამას შედეგზე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ალბათ შედეგობრივად თქვენ ახსენეთ ალტერნატიული გზების ძიება და ჩვენ ამას ვადევნებდით თვალყურს როგორც ცდილობდა ალტერნატივა შემოეთავაზებინა ჩაკეტილი სივრცის პასუხად იქნება ეს ჩინეთი იქნებოდა ეს სხვა ალტერნატიული ასე ვთქვათ გზები რომელიც დასავლეთს ჩაანაცვლებდა რაღაცნაირად ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ დასავლეთმა ჩვენ გვითხრა რომ თუ თქვენ იქნებით ავტოკრატია, თუ თქვენ არ გექნებათ დემოკრატია, თუ თქვენ გაატარებთ რეპრესიებს, თქვენ ვერ იქნებით ჩვენი სივრცის ნაწილი. ამის ალტერნატივის შემოთავაზების მცდელობა ოცნებას ჰქონდა. რა გამოუვიდა? კიდევ ერთი რაც შეიძლება მთლად უცნაური არ არის ჩემი პასუხი ხდება ამაზე არაერთი რესპონდენტის პასუხი მოგვისმენია რომ იცით ხშირად ჩვენ იმაზე წარმოდგენა მრჩება რომ იმაზე მეტად ვცდილობთ გავართულოთ პასუხი
წავიდეთ რაღაც კონცეპტუალურ დოქტრინალურ წიაღსვლებში, ვეძებოთ ახსნა განმარტება გეოპოლიტიკა ან გეოეკონომიკაში. არა და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც თუ იშვიათად, თუ არა ძალიან ხშირად, საკითხი არის ძალიან მარტივად რესურსებზე წვდომა და შესაბამისად ამ რესურსებზე წვდომის გამოისობით საკუთარი საძალაუფლებო ვერტიკალის გამაგრება. როგორ დავიცვათ საკუთარი ფული? სად შევინახოთ ის უსაფრთხოდ? არა მარტო ეს. მაგ საერთოდ ზოგადად ახლა ნებისმიერი, ნახეთ ახლა მე აი ვეცდები ორი სიტყვით გითხრათ რა. დასავლეთის განდევნა ქართული სივრციდან ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ეს არის პრინციპების გარკვეული წყება. რა არის ეს პრინციპები? ეს არის ანგარიშვალდებულება, ღიაობა, სამართლიანი არჩევნები, გამართული მართლმსაჯულება, მიუგერძობელი გამოძიება, ანუ ყველაფერი ის, რასაც შენ ხელს გიშლის, რომ კონსოლიდაცია, რაც თქვენ თქვით, იმაში თქვათ ეს კონსოლიდაცია ბოლომდე მიიყვანო. ამიტომ ამ ხრივ, ჩემი აზრით, ქართულ ოცნებას ან იმ გავლენათა სინდიკატს გადაწყვეტილება მტკიცედ აქვს მიღებული, ამიტომ ჩვენ ხშირად რო ვისმენთ სხვადასხვა შეფასებებს დასავლეთის მხრიდან, ამ შეფასებებს არანაირი გავლენა არ აქვს გარდა ერთისა, რომ საკუთარი პროპაგანდისტული ფაილში მოხდეს ამ განცხადებების ჩაკერება და შემდეგ შემოbrunება ისე, როგორც მათ ეს ხელი ეწიფებათ. ეხლა რაც შეეხება ალტერნატივებს, ალტერნატივები ახლა ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემა, რაც უფრო ჩაკეტილი არის სისტემა, მით უფრო თვითკმარი უნდა იყოს რესურსების მიმართ. ქართული ეკონომიკა, ისე როგორც ის წარმოდგენილი არის დღეს რა ფორმაციასაც წარმოადგენს, იმდენად რესურსული არ არის, რომ ეს ალტერნატივები არ ეძებოს. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ დღეს სხვადასხვა მცდელობებს, ეს ჩინეთის მიმართებით იქნება თუ ახლო აღმოსავლეთის მიმართებით იქნება თუ სხვა გეოგრაფიების მიმართებით. აი, როდესაც პირველ კითხვაზე პასუხის ფორმულირებისას მე გითხარით, რომ დიახ, ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენთან შეიქმნა სიმდიდრის საკმაოდ უცნაური გამოვლინება და ექსპრესია, ხო, ფორმალური სახე. ეს არ არის მხოლოდ ქართული მუშეფოს შედეგი, ეს არ არის მხოლოდ ქართული ეკონომიკის გამოისობით შექმნილი დოვლათი. მე რა თქმა უნდა ვაცნობიერებ იმას, რომ ეს ამ ნაწილში ვინმეზე ბრალდება, რომ წარუდგინო საკმაოდ დასაბუთებული მტკიცებულება უნდა კონდეს სამაგისო და თქვენ კიდევაც შემიწვეთ ხელი ამ ხრივ, როდესაც თქვით, რომ თუ არ არის საფუძველი, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მაღალი დონის დაშვებით ვისაუბროთ, მაგრამ ის რომ ქართული სივრცე მაღალი ალბათობით და ჩვენ ამას ინტუიცია ვკარნახობს, ჩვენ ამას გარკვეული ინდიკატორები ვკარნახობს, რომ ამ დიდ ევრაზიულ სივრცეში, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ქართული кейსი არ არის მხოლოდ საქართველოს ჩაკეტილი, ის გაცილებით რომ დიდ სურათს ემსახურება ან ისე ან ასე, აი როგორ გამოიყენება ეს გეოგრაფია, რა მარშრუტები გადის სხვადასხვა საქონლის თუ ტვირთბრუნვის თუ ფულადი რესურსების მიმოქცევის კუთხით, ალბათ აქაც უნდა ვეძებოთ ჩვენ ის ალტერნატივა, რომელიც თქვენს კითხვაში დასვით. რა არის ის სათათარიგო გზები, რითაც აი ეს გავლენათა სფერო ეძებს რაღაც ჩანაცვლებას. ალბათ დროთა განმავლობაში ჩვენ ამ კითხვაზეც პასუხს მივიღებთ. დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაშვებებითა და ვარაუდებით ვისაუბროთ, მაგრამ შეიძლება შთაბეჭდილება და მე მგონი მე უმცირესობაში არა ვარდო ამ დაშვებებს ეს დაშვებები თვალთ უსაფუძვლო არ არის. კი, აი მათივე გახმაურებული სკანდალური საქმე ფულის გათეთრების, ძალიან დიდ ფულზეა საუბარი. გითხრეს რომ ერთი ჯიხურით ერთმა კაცმა ძალიან დიდი ფული გადაახურდავა და ქართულ ეკონომიკაში ისე შემოიტანა, რომ ეს ვერავინ შეამჩნია თურმე 2 წლის განმავლობაში. ამ кейსით პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის რუსული ფულის სამრეცხაო ეს ქვეყანა, ხო? ძალიან ღიად ამბობენ ამას. ეს ერთი кейსია, შეუძლებელია ეს იყოს გამონაკლისი, თუ ეს იყო ამ ხელაფულზე საუბარი. თქვენი შეფასება მაინტერესებს ამაზე და ეს ამყარებს თუ არა ვარაუდს და არაერთხელ გამოთქმულ ეჭვს, რომ ეს ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებისთვის ძალიანაც კარგად გამოიყენება. მე ასე გიპასუხებდით, რომ როდესაც თქვენ ასევე თქვით, რომ რამდენად ჩვენ დღეს გვაქვს წელში გამართული სახელმწიფო თუ არა. სწორედ ამ სახის საქმიანობა. ამ სახით, ამ გზით დოვლათის თამოღრა პირველ რიგში საჭიროებს ინსტიტუციურ მოშლას და ინსტიტუტების გაბათილებას, იმიტომ რომ ინსტიტუტების სხვა თუ არა არაფერი არ არის, თუ არა შიდა კონტროლი და ინსტიტუტებს შორის კონტროლის მექანიზმი. ამიტომ ასეთი მექანიზმის ჩამოშლა, სწორედ რომ ამას ემსახურება, რომ ასეთი მანევრისთვის
სივრცე იყოს, რაც შეიძლება გახსნილი. მაგრამ დიდი მფარველები ჭირდება თუ არა მაინც სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე არა, მაგრამ ადამიანების დონეზე, ვინც ამას ყველაფერს აკონტროლებს. დაუბრუნდეთ მეორე ნაწილს თქვენი შეკითხვის. დიახ, მე ნაწილობრივ ვიზიარებ თქვენს შეფასებას, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ რუსეთის საზღვრებს გასწვრივ გარკვეულ პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებზე და გვჩება ჩვენ შტაბ-ეშტილება კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოს დღეს ასეთ ბუფერულ ზონად იქცა, ძალიან ვთქვათ, იოლ გამტარუნარიან გეოგრაფიად. და კიდევ ერთი დეტალი, ჩვენ ყოველ შემთხვევაში მე რო შევინარჩუნო ობიექტურობა ჩემი თავის წინაშე, არ ვიცი ახლა რამდენად ჩვენი აუდიტორია დაგვეთანხმება, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ გეოპოლიტიკურ ზონასწორობაზე, აი ამ სივრცეში, რასაც გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში გამოკიდებული პოსტსაბჭოური რესპუბლიკები ქვია ქვეყნები, რომელთა ბედი მიუხედავად მათი მხრიდან დეკლარირებისა და მრავალწლიანი ისტორიისა მაინც ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, განცდა იმისა, რომ უკრაინაში ომის კონტექსტში დასავლური მხრიდან და რუსული მხრიდან შესაძლოა, მე 100%-ით ვერაფერს ვერ დავამტკიცებ, მაგრამ შესაძლოა მზადდებოდეს ნიადაგი გავლენათა სფეროების ახალი გადანაწილებისათვის და ჩვენ არ უნდა გამოურიცხოთ, რომ დღეს თუ არა ხვალ რამე სახის შეთანხმება ამ ხრივ იქნება მიღწეული, იმიტომ რომ არც ერთი ომი დღეს თანამედროვე ომი საბოლოო გამარჯვებამდე არ მიდის სამხედრო თვალსაზრისით. ის ყოველთვის მთავრდება გარკვეული პოლიტიკური შეთანხმებით. აი ამ პოლიტიკური შეთანხმების მომენტისათვის როგორი იქნება იმ რკინის ფარდის ახალი ტრაექტორია და რომელ მხარეს აღმოჩნდებით ჩვენ და განცდა იმისა, რომ საქართველოს შიგნით დღეს მიდის გარკვეული სამზადისი, რომ იმ მომენტისათვის საშინაო დავალება შესულდეს იმგვარად, რომ ჩვენ ამ გამყოფი ახალი ფარდის, რკინის ფარდის მომენტში, დაფიქსირების მომენტში ვიყოთ მათთვის სასურველ მხარეს, ამაში კი უნდა გამოგიტყდეთ და ეს პრინციპში ის სტილი მართლობის ისი მოწმენდი ჩვენ ვართ და რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ვერ ვამტკიცებთ რომ აქ პირდაპირ ინსტრუქტორს აქვს ადგილი და ასე შემდეგ ჩვენ საამის უმტკიცებულებითი ბაზა არ აქვს მაგრამ სტილი სულისკვეთება კულტურა მიდგომა აზროვნების წყობა ყველაფერი ამაზე მიუთითებს რომ ჩვენ გადავღალოთ დასავლეთი ჩვენი თავით აი ასეთი დამოკიდებულებით ვათქმევინოთ რომ ქართული кейსი არის უპერსპექტივო кейსი და რა თქმა უნდა ამ რასაც ჩვენ ქართულ ოცნებას ვეძახი და მე რამდენჯერმე ყოველთვის ჩასწორებას ვაკეთებ რომ ეს არ არის მხოლოდ პარტიული განშტოება იდეალური გამოსავალი მათთვის იქნება რომ დასავლეთს ათქმევინონ პირველს იმიტომ რომ დასავლეთი დღეს თავად არის თავის შიდა პრობლემებში ჩაფლული და გეოპოლიტიკურ სივრცეში ის დასავლეთი ისე არ ოპერირებს როგორც ჩვენ ამას მიჩვეული ვიღავით 70-იანებში 80-იანებში ან 90-იანებში მაგრამ თუ იდეალური განვითარება არ იქნება და ჩვენ დასავლეთს არ ვათქმევინეთ რომ ის გადაიღალა საქართველოსი მე ასევე ერთ დაშვებას გავაკეთებ რომ ეს არაერთგზის მithქვამს 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ეს პროცესი კონსოლიდირებისა თუ მას არაფერმა შეუშალა ხელი და არაფერმა გააჩერა კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ისი აქსელერაცია მოხდება ტემპის აკრეფა მოხდება და მე აბსოლუტურად არ გამორიცხავ რომ ეხლა ეს პროცესი თვითმიზანი ხომ არ არის ესე იგი ამ შიდა პროცესს უნდა კონდეს გარკვეული გეოპოლიტიკური დაბოლოება მე ასე ვფიქრობ რომ წლის ბოლოსათვის ჩვენ გეოპოლიტიკური დაბოლოება გვექნება თუ ჩვენ დასავლეთს ვერ ვათქმევინეთ უარი და ქვეყანაში ვითარება არ შეიცვალა ისე რომ დასავლეთისთვის გავხდეს სასურველი პარტნიორი მაშინ ალბათ ქართული ხელისუფლების მხრიდან მოხდება შესაბამისი განცხადება. მე არ ვიცი ეს განცხადება რა სახის იქნება, ძალიან რთული არის ვორდინგზე, მაგრამ ის რომ გაცილებით უფრო მეტი ევრაზიული ინიციატივები იქნება შემოტანილი და მე ამას უწოდე ქართული საგარეო ხაზის ევრაიზაცია, ამაში პრაქტიკულად ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით კონკრეტული პლატფორმები, ჩვენ ვიცით კონკრეტული პროექტები, ის რაზედაც დღეს მიდის კულუარული საუბარი. ან პროპაგანდისტულ წრეებში ეს ალბათ აფრიალებული იქნება როგორც ქართული საგარეო პოლიტიკის ოფიციალური დროშა. ხო, ანუ ახლა მარტივად რომ ვუთხრათ მაყურებელს, ბატონო ვიქტორ, ორი არჩევანია სოფლიოში არ არის სხვა არჩევანი, ჩვენ გეოპოლიტიკურ ვითარებას თუ შევხედავთ, სამეზობლოს თუ შევხედავთ, რისთვის იღწვის ხო მთელი ეს წლების განმავლობაში საქართველო, რომ ის გახდეს დასავლეთის ნაწილი. მოდით ვიყოთ გულწრფელები, მე არ მახსენდება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ხელისუფლება, რომელიც ამ კურსისთვის რაიმეს არ აკეთებდა და ეს არ იყო მისი გაცხადებული მიზანი. პირველად არის ამ ქვეყანაში
რეჟიმი, რომელიც იბრალებს, რომ ლეგიტიმურია და რომელიც ამბობს, რომ მე შევაჩერე ევროინტეგრაცია. თქვენ ვარაუდობთ, რომ ივანიშვილი ელოდება უკრაინაში ომის დასასრულს, მე სხვა შორის აქვე მაყურებელს ვეტყვი, რომ თქვენი და მისი დაშორების გზები, როგორც ადვოკატი, სწორედ უკრაინაში ომის დაწყებას ემთხვევა და თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ის ხაზი რა განცხადებებსაც საქართველოს აკეთებდა მაშინ, ეს არ შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესებს, ეს იყო მოკლე შინაარსი, მოკლედ ამის მერე დაშორდა თქვენი გზები. მე მახსოვს თქვენი ინტერვიუ, რომელიც მიეცით სომხურ მედიას თუ არ მეშლება, ყობახიძე იყო ეგ განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, კრიტიკულად ნახსენები. ეხლა რატომ მოუყევი ეს ყველაფერი? ანუ ივანიშვილი იმ დაშვებით, რასაც თქვენი ლოგიკით გაუყვებით, ელოდება როგორ დასრულდება ომი უკრაინაში და მას აქვს იმედი, რომ პუტინი აი ამ დიდ მსოფლიო რუკის ხელახალი გადათამაშების დროს გავლენის სფეროდ მონიშნავს საქართველოს. ამ დროისთვის აქ სამოქალაქო სექტორი, მედია, კრიტიკული საზოგადოება ივანიშვილის გათვლით უნდა იყოს დასუსტებული და მის გამოცხადებაში როგორ უწოდეთ? ევრაზიიზაცია თუ როგორ? ევრაიზაცია. აი ამ გეგმას, რომ იტყვის, რომ ჩვენ გავხდებით ევრაზიის კავშირის ნაწილი, დსთ-ის ნაწილი, არ ვიცი რა სიტყვის ახლა რა შინაარსით, ამას არ ექნება შიგნით წინააღმდეგობა. ეს არის ვერსია, რომელსაც აი მაყურებლისთვის გასაგებად რომ გავყვეთ თქვენ ელით? ეხლა ესე იგი ჩვენი ფილმისა და ბატონ ივანიშვილის ურთიერთობებს ერთი წამით შევეშვათ, იმიტომ რომ ეს ყველაზე ნაკლებად აქტუალური თემა არის ჩვენი მსმენელისათვის. ჩვენ ორ საკითხზე გავამახვილოთ საეთერო დროის სიმცირიდან გამომდინარე. პირველი ის რისი მოწმენი ჩვენ ვართ სხვა მანკიერებებთან ერთად, ეს არის ისტორიის გადაწერა. ისტორიული მეხსიერების მოდიფიცირება და მისი გადახალისება. როგორც ამას ვხედავთ და რისი მოწმენი ჩვენ ვართ. ეს სხვათაშორის ქართული სივრცე არ ახალი არის, დასავლეთშიც არის ესეთი კულტურა cancel culture, ანუ გააუქმო და ხელახლა ააგო. ეს საერთოდ ზოგადად ნებისმიერი ქართველი ხელისუფლების პრობლემა არის, რომ ისტორიის ათვლა დაიწყო საკუთარი თავით. ეს ზოგადად მაგრამ მისი გადაწერა აი ტულუკიანის კომისიის მსგავსად არავის უცდია. ზოგადად ქართული პოლიტიკური კულტურის მანკიერება არის და რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეს მანკიერება კიდევ უფრო მეტად ასეთ მასშტაბში გაიზარდა და რეალურად სწორზე უსწოროს ვამბობ ჩვენ და უსწოროზე სწორს. ეს არის ერთ-ერთი, თქვათ, ნიშნულწვეთი. ეხლა რაც შეეხება პირველ ნაწილს თქვენი კითხვის, რომელიც გაცილებით პროგრამა არის. არა, მე ვერ დაგეთანხმებით ერთ საკითხში, რომ დღეს არჩიდა პოლიტიკა და არც გარე პოლიტიკა მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში არ არის. აი როცა ჩვენ ვსაუბრობთ არა მხარეთ არჩევაზე, სხვადასხვა მიმდინარეობები, რაც საერთოდ საგარეო ხარში შეიქმნება, ეს არის ჰეჯირება თუ მიუმხრობლობის და ასე შემდეგ, ეს არის ხაზი, რომელიც არ ახალი არის განსაკუთრებით კომპაქტური ქვეყნებისათვის და განსაკუთრებულად ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც ასეთ რთულ რეგიონში არის მოთავსებული. ამდენად ჩემი პასუხი შეიძლება იყოს არაპოპულარული, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა ვთქვა ისე, როგორც მწამს. საქართველოს მისი მდებარეობიდან გამომდინარე, უნდა იყოს ღია ყველა გეოგრაფიასთან სათანამშრომლოდ. რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ესა თუ ის გეოგრაფია პატივს უნდა ცემდეს საერთაშორისო საბაზისო ნორმებს, საერთაშორისო სამართლის, მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ რომ თანაბრად ვესაუბრებოდეთ სამხრეთს, აღმოსავლეთს, ჩრდილოეთს თუ დასავლეთს, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ გარკვეული სისტემის, მაგისტრალური სისტემის ნაწილი. ამიტომაც ხშირად მithქვამს, რომ თეზა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, პოლიტიკური ევროპის. თეზა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. ეს არ არის გემოვნების საკითხი, ეს არის ახირების საკითხი. ეს არის ის ღერძი, რაზეც უნდა დააშენდეს ჩვენი სიმტკიცე, რითაც უნდა მოხდეს ჩვენი რესურსის გაბევრება და ასე უკვე გაბევრებული და გამტკიცებული ჩვენ უნდა ველაპარაკოთ სხვადასხვა გეოგრაფიებს. ამიტომაც, აი როცა ჩვენ პროპაგანდაზე ვსაუბრობდით, აი მე ერთხელ ესეთი შედარება გავაკეთე, ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ დღეს გვთავაზობს, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება, ეს არის მხოლოდ საქართველო. ანუ მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირება, მაშინ ნიშნავს რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას და მაშინ როდესაც ჩემი შეთავაზება არის ჯერ საქართველო. რას ნიშნავს ჯერ საქართველო? ჯერ საქართველო ნიშნავს იმას, რომ შენ სახით ახარ მიტრიალებული ყველა მხარის მისამართით. მაგრამ ესაუბრები რა მათ, რა თქმა უნდა, ითვალისწინებ და უსუგდებ მათ ინტერესებს, თუმცა ქვაკუთხედად აყენებ შენი ინტერესების გათვალისწინებას სუმცირე თანაბარი დოზით. სადაც საშუალება არის, ეს ინტერესები უნდა გატარდეს იმაზე მეტი ხარისხით, ვიდრე ეს ნორმალურ ვითარებას შეიძლება იყოს შესაძლებელი. ამიტომ აი ეს ჯერ საქართველო და მხოლოდ საქართველო ორი კონტრასტი არის და სხვადასხვა ჯერი საქართველოს ფორმულას ასევე ჩვენ გვთავაზობს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვხედავთ ეკონომიკურ სისტემებში,
ან საერთაშორისო ურთიერთობებში ეს ეგოცენტრიზმი, ეკონომიკური ნაციონალიზმი, საკუთარ თავზე ჭარბად ზრუნვა, ხშირად სხვების ინტერესების ხარჯზე, ეს არის უკვე დომინანტური ტრენდი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ახალ პოლიტიკას მხარი უნდა აუღოთ და მაქსიმალურად უნდა შევეწყოთ, მაგრამ ამასთან შესაძლებლად, რა თქმა უნდა, სუმცირე პირველ ნაბიჯად აუცილებელი არის გავხდეთ ნორმალური. აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რთულ გეოპოლიტიკურ კომბინაციებზე, ან გეოეკონომიკურ კავშირებზე, ჩვენ ვისაუბროთ ინსტიტუტებზე, ჩვენ ვისაუბროთ შიდა პოლიტიკაზე, გახდე ნორმალური, ალბათ არის ის პირველი საფეხური, რომელიც ჩვენ უნდა დავძლიოთ. მანამ სანამ უფრო რთულ ამოცანაზე და თამასაზე ვიფიქრებთ. გავხდეთ ნორმალური, ანუ შევცვალოთ რეჟიმი. გავხდეთ ნორმალური ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ რწმენა საკუთარი სახელმწიფოსი, რომ მათი სახელმწიფო არის მათი ჭირვარამის გამზიარებელი და ჭირისუფალი. კი ბატონო. და ეს არ იყოს აბსტრაქტული ცნება. ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი თემა არის, როგორი უნდა იყოს თანამედროვე სახელმწიფო, როგორი უნდა იყოს მისი მიმართება მოქალაქეებთან, მაგრამ განორმალურება ამ დელირიუმიდან გამოსვლა, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, რა არის დელირიუმი? ეს არის ბოდვა. დღეს ქართული პოლიტიკა ძირითადად ხელმძღვანელობს ბოდვითი მოსაზრებებით. აი, განორმალურება არის ჩვენი პირველი ამოცანა. ჩვენი საუბარი უნდა დასასრულისკენ წავიყვანოთ, ბატონო ვიქტორ, და აქ თქვენ ახსენეთ, რომ ოცნება დღეს არის გავლენების შენაერთიო, სხვადასხვა გავლენის დაჯგუფება, ასე ვთქვათ, შეერთა. არ ვიცი რა გავლენებზე შეიძლება იყოს საუბარი, საკუთარი ფულის მცველთა სხვადასხვა გავლენის შტოა აქ. აი, დავაკონკრეტებ კიდევ უფრო დღევანდელი ბრძოლა ყოფილებთან, რაღაცნაირად ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს დაჭერილი თავდაცვის მინისტრი, მოსაოდნელი ყულფი ყოფილი პრემიერის სიახლოვეს. ეს როგორ ითარგმნება რეალურად, რა ხდება ივანიშვილის კარზე თქვენი დაკვირვებით? ჩემი აზრით, ჩვენ პირდაპირ თუ არა პირდაპირ მთელი ინტერვიუს განმავლობაში სწორედ ამ მოცემულობაზე ვსაუბრობთ. აქაც მე თავისუფლებას მივცემ, ისე იგი პასუხოთ, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ, ესე იგი, ერთი არის რაც ხდება ამა თუ იმ კარზე და რაც ხდება ამ სამზარეულოში, რომელსაც მე სხვადასხვა გუნდს ძალიან რთულად ვუწოდებდი, იმიტომ რომ არანაირი გუნდურობა ამ ადამიანებს მათ შორის ურთიერთობებში არ ეტყობათ და ვერ ეტყობათ. თქვენ აბსოლუტურად სწორედ და მადლობელი ვარ, რომ ახსენეთ ცულუკიანის კომისიის დასკვნა. იმიტომ რომ როდესაც იგივე დიპლომატებთან საუბარი არის, რა გზით შეიძლება განვითარდეს სახელმწიფო, უბრალოდ წავიდეს პროცესები, მე ხშირად ვეუბნები, თარგმნეთ ეს დასკვნა. და ამ დასკვნაში შავად თეთრზე დაინახავთ თუ რა გველის ჩვენ. ასეთ ვითარებაში ჩარჩენის შემთხვევაში, თუ ჩვენ განორმალურებაზე უარს ვიტყვით, რა გველის ხვალდაზე. ეხლა სხვა საკითხი, რომელიც მე უბრალოდ მინდა შემოვიტანო, რომ ერთი არის ჩვენ შეფასება მივცეთ ამ სამზარეულოს და დავასრულოთ ეს პოლიტიკა, მაგრამ გაცილებით უფრო რთული ამოცანა იქნება რა მოყვება ამას შემდგომში. აი, კიდევ ერთხელ ვამბობ, აი, ხვალინდელი დღე, რომელიც დასაწერი იქნება, იმიტომ რომ მხოლოდ დემონტაჟზე არ არის საუბარი, მხოლოდ ჩამოშლაზე არ არის საუბარი. ხედავთ ამის ნიშნებს დემონტაჟისა და ჩამოშლის ამ კარზე? ეს მნიშვნელოვანი დეტალია, ვიდრე ახალს დაიწყებთ, ეს სისტემა როგორია, ყიფეა დღეს? ჩვენ რომ ამის ნიშნებს არ ხედავდეთ და ჩვენ რომ ამის მოლოდინი და პერსპექტივა არ გქონდეს, თქვენ ამ გადაცემის სამყარო არ იქნებოდით და მე რესპონდენტი არ ვიქნებოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, გაცილებით უფრო რთული ამოცანა არის, რას შევთავაზებთ ჩვენ ალტერნატივად. აი, სწორედ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ჩამოშლის ან გადაწყობის, უკეთრო ვთქვათ, სისწრაფეზე და ეფექტიანობაზე, ჩემი აზრით ერთ-ერთი ხელის შემშლელი, რაც ეს ვთქვათ, უხანგრძლივებს ამ სისტემას არსებობას, არის ქმედითი ალტერნატივის არარსებობა. საქართველოში არის ოპოზიცია, საქართველოში არის ოპოზიციური მუხტი, მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს ის ქმედითი ალტერნატივა, რომელიც ქართველ ამორჩევლს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ შუაში მოქცეულ ამორჩევლს დაანახებს ხვალინდელი დღის პერსპექტივას. ჩემი აზრით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მუხტის ლეგიტიმაციაზე და გაძლიერებაზე, ასეთი ალტერნატივის შემოტანა იქნება სწორი მიმართულებით გადაგმული ნაბიჯი. დიდი მადლობა ვიქტორ ყიფეას, ჯეოკეისის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა მას.